მოგესალმებით, ქართველო, დიადო, ქრისტიანო ადამიანებო. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს პოდკასტი ნანახი აქვს უკვე, ძალიან მაგარი ადამიანია, იმიტომ რომ ჯერ ეს პოდკასტი ეხა იწყება და თქვენ სავალ ბოლომდე ნახეთ უკვე. ვინც დაალაიქა და კომენტარი დაწერა, ხო მაგაც ზედმეტია ლაპარაკი. მოდი ამ YouTube-ურ ბაზარს რო მოვეშვათ და ცოტა გახსნილად ვილაპარაკოთ. დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარი არის თერიკა. იმეწონა AKA თერიკა. თერიკ, როგორ ახარ? უკეთესად ყოფილი ვარ, რაღა მოგატყუო. რა ხდება შენთან და რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკეთესად ვიყოთ? მაშინ, ესე რომ დავიწყოთ. უკეთესად რომ ვიყოთ, ზუსტად ვიცი რა არის საჭირო, 14 მილიონი დოლარი არის მაგისთვის საჭირო. დათვლილი მაგ რა და ზუსტად ვიცი. რაზეანაც იღებავ 14 მილიონი დოლარი. რა ძალიან დიდი price list-ია და ეხა არ გვეყოფა ქრონომეტრაჟი დამიჯერე. მაგრამ ანუ რავი, რაღაცებზე ვანაწილებ. ძირითადად ისეთ რაღაცებზე ვანაწილებ, რომ აი ერთ თვეში გადავიდე ფეხს-ფეხსა და ყოველთვიურად შემოსავალი მექნება. ბიტკოინებს ვიყიდი 3 მილიონისას მაგალითად. რაღაცებს და ასე ვიცხოვრებ, რატო არა Lamborghini Diablo-თი ვივლი. და რავი. ფერი ალბათ თეთრი რაღაცა გამორჩეული იქნება. კი, ანუ მომწონს თეთრი ფერის Lamborghini Diablo, იმიტომ რომ Forza Horizon-ში მყავს ეგეთი თეთრი და ალბათ ეგეც დავიყენებდი ზუსტად რა. ვახჩებ, კაი, 14 მილიონი, 14, არც მე არც 17 და არც 23. ვინმე რომ მკითხოს, ნორმალური თანხაა, ხო, რომ დაუსახელო 14 მილიონი. აი სპონსორები რომ დაგირეკავენ ახლა. 14 მილიონი, 14 მილიონი, არც მეტი არც ნაკლები. შენ რა გონია რა? აიღე შენი 5 მილიონი აი. შენ რატო ვარ უსპონსოროთ? არავინ არ მოუყვება. ეგ ბრენდის ერთ-ერთი ეს არის, ხო? ეს ფას რო დაადებ თავიდან, თუ გიდევს ის ფასი, ენას. თერიკ, მუსიკალურად რა შვები და რა ხდება შენ თავს? სადანა. მუსიკალურად სადანა და მადანა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტრეკია. როგორც ტრეკი. მართლაც კარგი ტრეკია. აი, ტრეკი. არასუბიექტურად ვიტყვი, მოდი. და ისი რა. ბოდიში ქართულად არ უსმენ საერთოდ. ანუ ქართულად რომ უსმენ, ეგრე არ უსმენ რა. მოგამიცე, ჩემი აზრით არც არის, ანუ ტექსტი რო ანუ რაღაც მიუსადაგო ინგლისური, ჩვეულებრივად ინგლისური ტექსტია. კი, მაგრად ისმინება. ანუ ეგ მოგამიცე ეგ იყო რომ ყოფილიყო რაღაცა ცოტა new school ელექტრონული ჰიპ-ჰოპი და ყოფილიყო კუთხური დიალექტი ანუ რა და აი ჩემი საზმაკაცო ვიყავით შემჯდარი ერთი თვე დაახლოებით კაკმინიუ მაგაზე. ეს ტრეკი არის ზოგადად გირჩის საარჩევნო კამპანია, ანუ ეს იყო ხო ან კლიპი გადავიღეთ. ნუ ტრეკის რაღაც ნაწილი მანამდეს აი მის სამღერი მქონდა, მოკლედ რო გითხრა რა. აი მის სამღერი ვიცოდი რომ ეგეთი უნდა ყოფილიყო, აი სადანა ეს რო იქნებოდა ვიცოდი რა. მე მქონია ეგეთი ტრეკი. და მე უკვე. ოდიშით მეგობრებო მაგ ტრეკისთვის, მაგრამ მეც მქონდა რომ მის სამღერის ორი სიტყვა ვიცოდი მარტო. ხო, არა. დავაი, მაგაზე მეთქი ტრეკი უნდა დაიწეროს. კი, არა, ხშირად არის ეს არტისტების ცხოვრებაში ჩემი აზრით და ამ რაღაცეებში მუზა შეიძლება მოვიდეს ერთი ლაინიდან, ანუ ერთი რაღაც ფრაზა. მე პირადად მქონია ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ანუ რაღაც, ანუ დაწყება. აი დაწყება ეს ჰუკი და მე უკვე დავშვა ვიცი რაზეა ტრეკი. რაზე უნდა დაწერო და თითქოს ანუ რაღაცა მოდის ესე და გეუნება რა უნდა რა სიტყვები უნდა მოიტანო და აი რა მე უკვე ავტომატურად მოდის და აი ეგ არის ალბათ ის მომენტი რა აი მუზას რასაც ეძახიან თორე ზოგადად ამ წერა არ მიჭირს შემიძლია აი ნებისმიერ დროს დავждდე და რაღაცა კუპლეტები დავწერო ვინმეს რო გაკვირდებოდა ეხა წესით ხო არ მიჭირს იმის მიუხედავად რომ არ არის ეხა ჩემი ბევრი ტრეკი არ არის სოციალურ ქსელებში იმის ანუ ლაივებზე რასაც ვასრულებ ხოლმე ხშირად მოდიან ვიღაცები და მეკითხებიან რომ აი ეს ტრეკი სად ვნახო აი Spotify მითხარი რაღაცები და ვეუბნები ხო ლაივებზე რასაც ვასრულებ ძირითადად 80% არ არის ჩანაწერი ანუ არის რაღაცა დემო ვერსიები დევს და აი მაგაზე მინდა რომ ვილაპარაკო ახლა ალბომს ვამზადებ ანუ რა ასლაბარა ფაქტიურად გამზადებული ან პროდაქშენი კლიენტ მზად არის ტექსტებიც მზად არის ყველაფერი ჩაწერა და მასტერინგი უნდა დანარჩენი ანუ მზად არის და არ მინდა რომ რაღაცა story telling-ს ვაგებ, ასე რომ ვთქვა, ანუ კლიანი ალბომი იქნება ერთი ამბავი, ასე რომ ვთქვა, ანუ ერთი დუხის. იმის მიუხედავად რომ იქ იქნება ცოტა აი კლასიკური ბუმბეპის სტილში ბიტებიც და იქნება ანუ საერთოდ სემპლი რო არ არის და მარტო რაღაც ელექტროსინთეზატორებით გაკეთებული მუსიკა როა. მაგრამ ანუ რაღაც ერთი აი მძიმე ანუ ესეც ერქმევა ანუ თერიკა აღარ არის ანუ ჩათვალე თერიკა აღარ არის და მოდის ვიღაც მძიმე წონა არტისტი
პირველივე ტრეკი არის ინტრო-აუტროა რა, ანუ პირველივე ტრეკში ვემშვიდობებით თერიკას და მოდის მძიმე წონა, რომელიც აგრძელებს შემდეგ როდის აპირებ? პირდაპირ თქვი, ახლა შანსი ეს თარიღს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ბოლომდე რაღაცები არ არის ჩემზე დამოკიდებული, ანუ ჩემზე არის დამოკიდებული ის, რომ შემიძლია ჩავწერო და მაგას ანუ სადღაცას კი, პროდიუსინგი რა თქმა უნდა კი, ჩემია, თლიანი პროდიუსინგი ჩემია და ან მუსიკას რაც შეეხება მე შეიძლება ითქვას რომ არ ვჩერდები, ანუ დღე არ გადის რომ რაღაც ანუ ჩემს ანუ აპარატურასთან არ დავჯდე, რაღაცები არ ვაკეთო, არ ვისემპლაო, რაღაც საშინელი ბიტი, მაგრამ მაინც გავაკეთო რაღაც და სადღაცას დევს ეს არქივად რა და იმიტომ მე რა ეს ეხა უკვე დავიწყე და ნომრების ვარქმევ, ანუ პირველ ნომერი, მეორე ნომერი ბიტები და სადღაცას ეხა 100 რაღაცაზე ვარ, რაც დანომრა დავიწყე იმის შემდეგ რა და წარმოიდგენია რომ დანომრილი რაც არ გაქვს. ხო, არა და ის Fruity Loops-ი Ableton-ში გაკეთებულა, ეს მარტო MPC-ზე გეუბნები, ანუ stand-alone master, რომელსაც შეიძლება გამოდიოდეს და შეწახვიდე სადღაც და იქ გაგიგვე ყველაფერი და ლეპტოპში რა მაქვს, ანუ მეორე ლეპტოპში რა მაქვს, ძველ Winchester-ზე რა მქონდა და კასეტებზე რა მაქვს და ეს როზა კასეტების სხვათა შორის ეგეთი ისტორია მე მაგას ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ის თაობა ვარ შეიძლება ითქვას, რომელსაც კლასიკურად დაიწყო ჰიპ-ჰოპში მოღვაწეობა. მე პირველი ტრეკი, რა თქვა, ტრეკი ცოტა ხოაღელი უნდა თქვამია, მაგრამ პირველი აი 50 Cent-ის ფილმში რო ხო, აი მაგნიტოფონს რო რთავს და რაღაცა. აი პირველი ტრეკი მაქვს ეგრე ჩაწერილი, ანუ ერთ მაგნიტოფონზე უკრავდა რაღაც ბიტი და მეორე მაგნიტოფონზე რეკი გაშვებული და აქ ბაზრობ რა და იქიდან ისიც ისმის, ესეც ისმის. ნუ რაღაც პატარა მომენტი იყო, რაღაც ტრეკი და სადღაც 15 წამიანი და 15 წამში ჩატეულიყავი რა. და იმ მქონდა ხო ან სადღაც 13-14 წლის ასაკში ალბათ რა ეს ჰიტაჩის ბუმბოქსი მქონდა რომელიც კარგ რეკს აკეთებდა და ის იყო ვოკალის ჩასაწერი და ტრეკის ჩასაწერი და dalshe მეორე ჩვეულებრივი კასეტიანი აზრი არ მქონდა მაგ დროს არა ანუ არც არსებობდა იმის ცნობიერებაც არ მქონდა როგორ უნდა მეკეთებია ზოგადად მუსიკა ანუ აი მარტივ რაღაცას გეტყვი ანუ აი რაღაც ვიღაცის დასემპლილი რაღაც აი თუფაკის ჰიტემაპი რომ მქონდა მოსმენელი მეგონა რომ ეს მუსიკა იყო მთლიანად თუფაკის დაწერილი ვიღაცა მოვიდა რაღაცები ეს წავიდა ეს აი კომპოზიტორული ნიჭები გამოავლინა და რაღაცებს სინამდვილეში თუნდაც ვაფშე არ დაუწერია თუფაკს ანუ ის მივიდა просто ტრეკი დაწერა ეს მერე მივხვდი და რაღაც მომენტში ეს დაინგრა რაღაცეები ჩემს ასე ვთქვათ ცნობიერებაში ცოტა სხვანაირად მეგონა ყველაფერი და ეგრეც ხდება ხოლმე ადამიანები ხშირად რაღაცებს გვენგრევა როცა რეალობას ვეჯახებით რა ეგრე დაუნგრიეს სხვათა შორის ერთ-ერთ ფანს ანუ თელ რაც კი ქონდა ჩემზე აგებული ყველაფერი დაუნგრიე ვარკეთილში ცხოვრობდი მაშინ მოყევი ხო რა თქმა უნდა მოყვები ვარკეთილში ცხოვრობდი და მარშრუტკაში ჩავჯექი და ვიღაც ტიპი აი ეს უკან იყო ადგილი და წავედი უკან დავჯექი რა და ვიღაც ტიპმა ეს მიყურებს ადგა წამოვიდა ესე გვერდით დამიჯდა და შენო თერიკა ხარო მეკითხება და კიო და ეს მიყურებს მარშრუტკით რა პონჩი დადიხარო ხო და უცებ ვერ მივხვდი ადგილას მეკითხება რაც კი მარშრუტკით რა პონჩი დავდივარ ძმაო ხო და არა რა ეს მანქანა არ ყავსო არა მეთქი რავი არ ყავს მანქანა რა არ გევასება და რაღაცაო თუ რა პონჩი არ ყავს ანუ არ ჯერა ტიპს რომ ანუ სადღაცაზე მინიმუმ 3 მილიონი არ მაგ ანგარიშზე არ ჯერა ტიპს ხო ანუ რომ უთხარი ტიპს რომ არა ჩემო ძმაო მეთქი ხვაზე ხარ ეგრე არ ხდება აქსო და სხვანაირად არის და რაღაცეები რომ უთხარი იმედა აი როგორი სახე გქონდა ეცი დაინგრა ყველაფერი ვის თვალწინ ანუ არ ჩამოინგრა ის ოცნებები და რაღაცეები შეიძლება თვითონაც ოცნებობდა რომ მეც აი გავხდები რეპერი და ვერ ვეცვილი ლამბორჯინი და სინამდვილეში მოუწედა ნომერი მარშრუტით ბოლოს რო ეთქვა შენი გადახდილი მეტრომდე მარშრუტით ჩავოსვლა რომ მე მეტროში გადაჭდე და წახვიდე ცოტა შორგზაზე ჩვენ ხო მეგაპოლისში ვცხოვრობთ რა თქმა უნდა თერიკ მე მაინტერესებს ტერეკლეს ვესაუბრე რამდენს ნიშნავდა ზოგადად ქუთაისი ქალაქი თავისთვის როგორც მუსიკოსისთვის არტისტისთვის და რა შეცვალა და რა ხდება საერთოდ ამ ქალაქში როცა იბადე მე არ დავბადებული ვარ ქუთაისში. შენ ვიცი რომ არ დაბადებული ხარ ქუთაისში რა. ქუთაისი ჩემთვის არის კულტურული დედაქალაქი, როგორც ვიცნობთ აი ეს გაცვეთილი ფრაზით. ოღონდ ამ კულტურაში ვიღაცეები გულისხმობენ მაინც და მაინც რაღაც პანკს ან როკს ან რაღაც მეტალს, ვიღაცეები ჰიპ-ჰოპს, ვიღაცეები რაღაც
სტრიტ არტის კულტურას ან რაღაცას ვიღაცები რაღაც ქალაქური სიმღერას და ჩემთვის ანუ არის ზოგადად ყველაფერი კულტურა რაც კი გაგიგია ის თუნდაც მოდი ესე ვთქვა სუფრის კულტურაც კი აი სუფრაზე кейფის კულტურა მოდი ვთქვა რომ აი ქუთაისია რა ქუთაისი ახლა როგორც არ უნდა გაუტყდეს სხვა დანარჩენ მე არავის არაფერს ანუ არ ვერჩი და რა თქმა უნდა ყველგან ნაკეიფარი ვარ სუფრაზე თელ საქართველოს შემოვლილი მაქვს ცხინვალშიდაც კი ვარ ნამყოფი ხო და ერთი აფხაზეთში ვერ გადავედი მაგრამ მანდაც გადავალ რა პრობლემაა გავშლი მანდაც სუფრას ხო და აი ეს ასე ვთქვათ მოყვარაღჭინებული სუფრა რა ეს თვითონ სიტყვა არ არსებობს ხო ეს სიტყვა იმერეთის გარდა არსად და ეგ თვითონ მანდა დაჟე ტიტრები დაედო ეხლა შენ თუ შეამჩნიე მოყვარაღჭინებული კიდე ადებს კი მოყვარაღჭინებული ხო ანუ ხო და ეს არის რა ანუ ეს არის მთელი ამბავი რა ოღონდ აი ეს კულტურა იმიტომ არის რომ ის სუფრაში არა მარტო რაღაც იქ სადღეგრძელოები და რაღაცების კულტურა კი არ ჩანს და სიმღერის კულტურა კი არ ჩანს იქ ჩანს რაღაც პოეზია იქ ჩანს რაღაც ანუ თამადაც ერთგვარი კულტურის ნაწილია როგორი თამადა არის და ჩვენ ვიცით ახლა ვინც ვართ ქუთაისურ სუფრებზე ნამყოფი იქ თამადა აირჩევა ესე მოდი შენიყავი ძმა თამადად იქ თამადაზე კვირებით ადრე ფიქრობენ ვინ შეიძლება იყოს თამადა ხო და აუცილებლად კარგი სიტყვა პასუხი რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ქმნის ერთობლიობას და აი იქიდან მოდის მე ეს ანუ ნაწილდება ჩვეულებრივად ჯერ ზესტაფონში შევა მე შორაპანს გამოივლის ახლა ავტობანია და მალე ჩამოდის თბილისამდე რა კი ანუ თბილისი მაინც ან ჭრელი ქალაქია რა ანუ ძალიან ჭრელია მოდი ესე ვთქვა და ეხლა ხო ვაფშე გაჭრელდა და ანუ ყოველთვის ეგრე იყო საუკუნეები ვერ ვაკონტროლებდით აქაურობას და ქართველების და ქართული კულტურის გარეშე ცხოვრობდა ეს ქალაქი და დღემდე აქ ეს კვალი ამ ქალაქს აი როგორც არ უნდა იყოს აქცო და სხვანაირად ხდება რაღაცები ვიდრე აი როგორც გაცდებით თუნდაც რუსთავში სხვა პალაჟენია მოდი ესე ვიტყვი ვიდრე თბილისში რა ეს რაღაცნაირად რავი თბილისი სხვა არის და აიმიტომ არის ეთყობა რომ ანუ ის ნამდვილი ქართული რაც იყო კულტურა ეს სიმღერა იქნებოდა ცეკვა იქნებოდა რა ვიცი რაც იქნება რა ყველაფერი ის ქართული რაც იყო მოდიოდა იმ ქალაქიდან სადაც უფრო მეტი ქართველები ცხოვრობდნენ რა და ეს ზოგადად ქუთაისი იყო რა იმიტომ რომ ცნობილი ფაქტია ზოგადად რომ იმერეთი ყოველთვის შუაშია ერთადერთი რეგიონია თელ საქართველოში რომელსაც მხოლოდ საქართველოს ესაზღვრება ირგვლივ დანარჩენს ან შავი ზღვა ესაზღვრება ან რუსეთი ან თურქეთი ან რაღაც სომხეთი აზერბაიჯანი ეგრე ვართ დალაგებული რა ვქნათ იმერეთია რომელსაც მარტო საქართველოს ესაზღვრება აი ეს ძალიან კაი ჩაშლა იყო მე მაგალითად პირველად ვფიქრდი ხამაზე იმიტომ რომ მანამდე სამტრედიას ყავდი აღფრთოვანებული გადიხარ გურია მე სამეგრელოა აქეთ თვითონ იმერეთია და იქ იყო კოლხეთის დაბლობი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ანუ აი როგორც საუკეთესო დაბლობებს შორის აი როგორც აი ცოტა იმებს თუ ეგვიპტის განვითარება რო საიდან დაიწყო ნილოსზე ხო და ნილოსი ყველაზე დიდი განვითარებული და დასახლებული ტერიტორია თელს ეგვიპტეში არის ეგრეთ წოდებული დელტაზე დელტა ანუ სადაც მდინარე იყოფა და ქმნის რაღაცა ასე ვთქვათ დაბლობს სადაც არის სიმწვანე რაღაც სუბტროპიკულ ჰავას და ანუ იქ ცხოვრება შესაძლებელს ხდის ასე ვთქვათ და იმიტომ ეს კოლხეთის დაბლობის ისეთი ადგილი იყო რომ სულ შესახლებული იყო ომიანობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან უჭირდა სულ აქედან გვიტევდა მტერი და ნუ იქეთ რიკოტის გადავლაც და რთული ამბავი იყო ხოლმე და სულ ამათ ამ აღმოსავლეთის ხალხს ზირდად ტყეში უწევდათ ცხოვრება და ეს იყო დამღუპველი ასე რომ საქართველოსთვის და კი სანამ ტყეებიდან არ ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა ხალხი მანამდე საქართველოს ვერ გააერთიანა შენიერი ისტორიული ექსკურსიც მე მგონი ჰიპ-ჰოპის გარდა ყველაფერზე ვიბაზრეთ ლესკოლას იმაზე როდევს შორტი როდევს კი ბავშვები რო უყურებენ ანუ ამ ვიდეო შეიძლება რომ მიეთითოს რა ისტორიული entertainment და people and blogs და რაღაცა ეგეთ ვახ კაი ფერი ძალიან საოცრად საინტერესო მოსაუბრე ხარ მაგჭილში და მე არ მქონია შენთან ესეთი რაღაცა კარგი პოდკასტერი ვიქნებოდი თუ როგორ არის უბრალოდ მე ანუ რა არის იცი კარგი პოდკასტერი ვერ ვიქნებოდი კარგი პოდკასტერი ის არის კარგი პოდკასტებს აკეთებს მე ვიქნებოდი აი კარგი სტუმარი
ხო, კარგი სტუმარი მინდა გითხრა რომ რა ვერ თქმა უნდა ხარ. მოусმენ, მიხვდი არ მეგმა ჩავეჭრა, აი ესა და იმერული ეს არის. ჩავეჭრა რაღაცას რომ უნდა შეუსწორო ან ეს არის რა ქვია. ანუ არ შემიძლია რომ გავატაროთ ტიპი რაღაცას ახლა ანუ ასე საზოგადოებას ჩემთან ერთად უყვება რაღაცა ისტორიას და აბობს წყვირს ხო ვერ გავატარებ აიცად ერთი წუთი კაცო რა ხوارზე ხერზე თუეთია მე იფიქრებენ ის ხალხი რომ ჩემზე ამანაც ეგრე იცისო და ეგეც ქუთაისურია ხო ეგეც ქუთაისურია ერთგვარი ეს არის რა ანუ იმერულია მოდი ესე მე ანუ ქუთაისში მე თერჯოლაში უფრო მიცხოვრია ღვანკითში ვარ ანუ გაზრდილი ფაქტიურად შეიძლება ითქვას რა ანუ სკოლაშიდაც დავდიოდი იქ და რაღაცები და ანუ ახლოს არის ახლა ქუთაისთან რაღაც და მაინც ანუ ქუთაისის ირგვლივ რა ქუთაის ხო სოფლები არა აქვს და ქუთაისის ირგვლივ რა სოფლებიც არის დიდი გავლენა ქუთაის ამ ყველაფერზე ანუ რავი ხა იქვე გოდოგანი და ეგეთი ისეთი სოფლებია რომ რავი ანუ ვერ იტყვი რომ ქუთაისელი არ არის საფიჩხია ზეცხოვრობს ფაქტიურად ტიპი ხო და ნიძლავებიც აქვს რაღაცებს მოგებული მაგაზე რომ თერჯოლიდან ქუთაისში 5 წუთში ჩავალო ფეხით რა და რანაირად წყალწითელას ხიდს გადაივლიდა და სულ ქუთაისში იყო რა წყალწითელას ხიდი ყოფს რეალურად თერჯოლის რაიონსა და ქუთაის რა ქუთაისის სოფლები არ ქონდა ეგრე იყო რა სოფელი აქეთ რჩებოდა ხო და ანუ გავლენამ უფრო აი ეს ქუთაისურმა გავლენამ ანუ ეს უფრო შემაცნობია ეს იმერული რაღაცეები უფრო გააჯინა ჩემში შეიძლება ითქვას რა და ამიტომ ეს ქუთაისური კულტურა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქუთაისელი და ძალიან მიხარია მაქალაქში ჩასვლა და ალბათ ჩემი ცხოვრების რაღაცა პერიოდში გადავალ იქეთ ახლა თვითონ ქუთაისში თუ არა სადღაც ისე თერჯოლაში მაინც ვიცხოვრებ ანუ ახლოს იმ სიყვარულთან რომელიც მიყვარს ასე რომ ვთქვათ რა მეც მქონია მთელი ბავშვობა ქუთაისთან საკუთარი დამოკიდებულებები, იმიტომ რომ შანსი არ აცდე. წაგანაც იგულისხმე სოფლების მე ზოგადად ქალაქებიც ეგრეა რა. წყალტუბოს კუთხესაც განვითარება ეთყობა, იქ სამტრედიის კუთხესაც ანუ ვერ გადარჩები. ესე არა. დიდი ქალაქი რაც არის ის ყვებავს რაღაცეებს, როგორც ის პატარა სოფლები ყვებავს იმ დიდ ქალაქს. შესაბამისად მენტალიტეტი რაღაცეებიც ეგრე ყალიბდება როგორც საჭიროა და კი ან ჩაოლებრივი ის არის, ანუ იგივე ანუ რა ვიცი ხა სადღაც აი ბარდუბნელი კანონიერი ქურდი შედიოდა ქუთაისელების კლანში ასე რომ ვთქვათ რა მოკლედ ქუთაისური ქურდების კლანში შედიოდა და არ შედიოდა ხა მეგრელების და 3 თუ 4 ეგეც არ ვიცი რა რამდენზე რაღაც 3 თუ 4 კლანი იყო საქართველოში მაშინ რა ეს ძალიან ბევრი რო ცხოვრობდნენ ჩვენთან ხო და იყო ეგრე რა სამეგრელოს კლანი იყო როგორც ვიცი თბილისი და ქუთაისი რა ხო და ქუთაისი იყო ყველაზე ისეთი რა, ანუ ყველაზე მეტი, მე მგონი ახლაც ეგრეა. მეც ეგრე მგონია. ანუ იმიტომ რომ ზოგადად ამადახლებ ხოლმე ეგრე მგონია. ანუ იმიტომ ანუ ჩვეულებრივად მესმის რატო ხდებიან ეს ადამიანები ქურდები. იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცნაირი შინაგანი ინტელექტი აქვთ. შინაგანი რაღაც ცოტა ზედმეტი ამპარტავნებაც აქ ტრიპაჩი უყვართ. ანუ ხო და აი ამ გამოვლინებები არის რაღაცეების რომ აი ნახე მე კი არ მოვიპარავ უფრო თესლი ტიპი ვიქნები და აი ვინც მოიპარავს ის მომიტანს მე წილს და ყველას ეს უნდოდა მიხდი და იმედო გახდა ამდენი ქურდი იქ თორე ანუ რეალურად რომ სხვა შევხედოთ ამ ამბავს ხო ანუ ფიზიკურად ვერ უნდა გაკაჩოს იმ ხელა ქალაქში როგორიც არის ქუთაისი 250-მა ქურდმა სიტყვაზე ვიძახი. ფიზიკურად შეუძლებელი. ხო, ანუ რა უნდა გააკეთონ? მაშინ შივრები უნდა იყვნენ. შივრები არ იქნებიან. სხვა ტაქტიკა. ხო. თერიკ. ძალიან რაღაცნაირად მართლა საყვარელი დამოკიდებულება აქვს ზოგადად მაგ კუთხეს და რაღაცა ეგეთ ადამიანებსაც ეთყობა რა. რო დავამუღამე პირველ 4 სტუმარში 3 მაქედან არის რა. ერეკლე იყო. რობი იყო, შენ ხარ და რაღაცნაირ დომინაციაა რა. კი, Westside. თავიდან ჩანაფიქრი იყო როგორ იცი? ჩანაფიქრი იყო ერეკლე, ჯერო და რობი. რო გადავხედეთ მე ლაშა მითხრა რომ საბი ქუთაისელიო. ძალიან ქუთაისი ჩაიძა. ვახშე მე ეგ არ დავკვირვებიო რომ მეთქი ვაფშე მაგას რა. და დღეს ჯერო ვერ მოვიდა რაღაც მიზეზების გამო რა. მაგრამ მაინც ის არის რა დომინაცია.
კი ჩვენ ჰიპ-ჰოპ ლაივი გქონია და ანუ აღმოჩენილა რომ ყველანი დასავლეთიდან ვიყავით, ანუ დიდი კომანდა რო ვიყავით რაღაცეთ. მე მუშვანი ჯერო დასავლელი. всё. ან ბოლოს დასავლელი არ როგორ იცი მე მუშვანი ჯერო არტისტი ჩავოვთვალეთ, всё, უკვე ანუ ვიღა უნდა იყოს რა დაისი ყავდა DJ-ი, ისიც ბათუმელი დასავლეთიდან. სულ ანუ ეგ დომინირებს ხოლმე რატომ ვიღაც არ ვიცი. კაი, მე მგონი კაი დომინირება ეგ რაღაცა შემოქმედების წვის დომინირება ქვია მაგას. კი, გამოწვევაც არის ჩემი აზრით ერთგვარი, ანუ სხვადასხვა რეგიონებისთვის რა. რომ იყოს ისეთი. კი, იყოს ანუ რაღაცა ქნას, ანუ შედეგი დადოს. ახლა შეიძლება ვერ დაეწიოს, ახლა მეორეს ქუთაისის სკოლას გამოშვებული ყავს, ისენი რა ქვია. გამოჩენილი ქართველები მაგდენი შეიძლება ვერ გამოუშვას, ახლა ვერც ერთი ქარელის სკოლა, მაგრამ ანუ ესეთი პონტია რა. ქარელის სკოლები როტირიან ახლა. ხო, არა, ისეთი არა, სხვადასხვა ქარელშიდაც უსწავლიათ ახლა ესეთ გამოჩენილ ადამიანებს, მაგალითად შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ვინც გახდა საქართველოსთან კი არა ყოფილი მაშინდელი საბჭოთა კავშირის მხრიდან. ესეც სერიოზულად მოგიყვეს. შოთა ჩოჩიშვილიც არ შეიძლება, იმიტომ რომ პირველი ძიუდოისტი და ანუ პირველი ოქრო მოგვიტანა არა მარტო ქართველებს, არამედ თელ საბჭოთა რესპუბლიკებს, ყაზახებსაც კი უხარობდათ მაშინ ჩვენი შოთა ჩოჩიშვილმა რომ დაკრა იფონზე ის არ მახსოვს რა ერქვა აღარ მახსოვს და გავიკეთებ ამას. ხო, ალბათ არც იყო. სერიოზული საუბარი აღარ გამოგვივიდა. კარგია. თერიკ, დღეს რა შვები? რა ამბებში ხარ და რა არის შენი ცხოვრების გეგმა? აი, სადღაც ეგრე რო ვთქვა. მუსიკალურად გავიგე, მინდოდა შეკითხვა რომ არ ჩანხარ უბრალოდ და გავიგე რომ ალბომზე იმუშავე. დიდი ხანია თან არ ჩანვარ და დიდი ხანიც არის ხოდაშორის ამ ალბომზე ვმუშაობ. რამოდენიმე ტრეკი შეიძლება ითქვას რომ სადღაც 1-4 წლის წინაც კი არის გაკეთებული რა, ანუ ну и ქრონოლოგიასაც მე ანუ מחვილიყური მიხდება რა რომ ეგრეც მაგ დალაგებული ანუ ეგ ყველაფერი რა და ან გეგმა არის ის რომ ანუ ეს ყველაფერი მინდა რომ გავაკეთო და ანუ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გეგმა მაქვს მე პრაგმატული ადამიანი ვარ და ვიცი რომ ეს ანუ ჰიპ-ჰოპი მე ანუ ვერ მაცხოვრებს მოდი ესე ვიტყვი შეიძლება იყოს ბონუსი რაღაც პონჩი რა კარგი დივიდენდები წამოგივიდეს, მაგრამ ისეთი ქვეყანა როგორც საქართველო, აი რაღაც 3 მილიონნახევრიანი ქვეყნისთვის, ზოგადად მუსიკოსისთვის ცოტა რთულია გახდე, სწარი შეიძლება იყო. ყველა ან მეც მცნობენ ქუჩაში, ჩემთანაც მე ხარ ვარანცუზე ზეღან ვიღაც ბიჭმა ფოტო გადაიღო ჩემთან, ანუ ხო, მაგრამ ეს ხო ანუ არაფერს ჯიბეს არ გისქელებს, ხო? ცნობადი იქნები, გახდები სტარი საქართველოში მარტივია რო გახდე. მაგრამ ეს რას მოგიტანს, ეგ არის თავარი, ხო და ჩემთვის არც უყურებ, არც მაქვს, არც მქონია არასდროს ის გათვლა, რომ მე ამით უნდა ვიშოვო ბევრი ფული, ამით ლამბორჯინით უნდა ვიარო, არა. ჩემი გეგმა ალბათ ის არის, რომ როქა შევხედე ჩემ YouTube-ს ბიჭო მეთქი რანაირი არაფერს არ ვაქტიურობ და 5000 რაღაცა ის ხო subscriber იყოს თან იმატებს რო გვირდე რამოდენიმეჯერ Google-ი რაღაცა ჰონორარი ჩამერიცხა არაფერს არ ვაკეთებ და ახლა ვარ რაღაც მაგ პერიოდში ცოტა ძიების პერიოდში ვარ რომ YouTube-ზე ხო არ დავიწყო რაღაცეები რა ანუ რაღაც აი ჩემი ვიწრო კონტენტები მაგ რაღაც მუსიკებს სემპლაობ და რაღაცებს ვაკეთებ ხო ეს ახლა ანუ სერიოზული და ისეთი რომ რაღაც დაждდე და აკეთო რაღაცეები მაგაზე ცოტა ისეთია ალბათ უფრო გაკვეთილები რაღაცა ახსნები კონკრეტულ აპარატებზე მუშაობის პრინციპები და რაღაცებს ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში იდეის დონეზე მაქვს რა საინტერესოა თან არ არის არანაირი მსგავსი რაღაცა ხო თან ანუ რაღაცა ხდება ერთადერთი და მანდაც მაგრად кайფობ რა გასემპლა ზოგადად მე მაგრად მევასება რა თან მუღამი არის ამ ყველაფრის ის რომ ანუ გასემპლო ის ტრეკი რაც ძალიან ბევრჯერ გაქვს მოსმენელი ძალიან ნაცნობია შენთვის და ანუ იმისგან იღებ ვაფშე განსხვავებულ საერთოდ ტრეკს
აი როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ ამას რო აჩვენებ ადამიანს, როგორც მაშინ მე ვიყავი, ვიღაცებს ხო დღესაც შეიძლება ჯერა რაღაც 12-13 წლის ფიჩს რო ვიღაცები, აი მე რო რაღაც მუსიკას რა ვიღაც Marvin Gaye-ს რაღაცები რო დავჭერი სადღაცას, ის Marvin Gaye-ის დაჭრილის ჩემი გაკეთებული რო გონია, ეგრე აღარ იქნება. თან დღეს ეხა 21 საუკუნეა, ინტერნეტია, რაღაცა შეხვალ დასერჩავ რა, GB-დან შეგიძლია ყველაფერი გააკეთო ხო და ესეთი პონტია რა ქართული არ არის მე ძალიან ანუ რომ დავიწყე ამ იმეების მოძებნა ვიდეოების რა რაღაცა ეს აპარატი რომ ჩამომივიდა MP3 და დავიდე რა უნდა გავაკეთო ეხლა ხო დავაჭირი არაფერი არ ქნა ხო და რაღაც უნდა ქნას ხო მაგრამ გიყურებ ვიღაცები რაღაცები შვებიან ხო უნდა ვისწავლო აი ვეძებე აი ინგლისური ვიღაცა ანუ არ ვიცი ინგლისური გაგა სკოლაში გერმანულს სწავლობდი და არ ვიცი ინგლისური რა და აი ვიღაცა რაღაცებს ბაზრობენ ეხლა რა გინდა რომ გაიგო არაფერი და ანუ ძლივს აი რუსულს რო ეძებ ხო ხარ აი რუსული რა ვიცი რუსული რავი ეგ თაობაა რა რუსული რო კარგად იცია ხო და ვიცი რუსული აი ძლივს რო პოულობ ანუ წარმოიდგინე ახლა რუსული ძლივს ქართული ხო ვაფშე არ არსებობს ხო და ანუ შეიძლება კარგი იყოს იანდექსი რა თქმა უნდა რუსულს რო ეძებ იანდექსზე უნდა რუსული ყველაფერი იანდექსზე უნდა ეძებო ეგ მე ძველი ინტერნეტი რა ყველაფერი ვიცი ხო ანუ იანდექსი ყველაზე ესეთი საძიებო სისტემაა თუ რამის დაკრეკილი რამის პოვნა თუ გინდა ესეც უთხრათ მაყურებლებს ხო და даже ის ხო არ ამოვარდა თუ ტრეკერი ხო არ ამოვარდა თუ ტრეკერი შევზადით და გადმოიწერეთ და რაც გინდა თუ ტრეკერი აკაუნტებს რო აძლევთ იმას პაროლებს და რაღაცებს არის ჩემი username და paroli მითითებული შევზადით ნებისმიერამ გადმოიწერეთ მაგაზე მიბლოკავენ ახლა მე მაგის მომხრე ვარ მე ანუ ზოგადად არ გინდა რომ ის რაც ლიბერტარიანია ხო და ანუ მე არ მიყვარს რაღაცეები რომ დაფარულია და ვითუეთეს იქ სადაც ვიღაცეებისთვის დაშვებულია რაღაცეები დღეს აქ ანუ მოდი ასე ვთქვა მოდი ცენზურა არ მევასება რა ანუ ცენზურა ზოგადად შეზღუდვა თან ნახე ვიღაცა გერმანელს არ აქვს რაღაცაზე შეზღუდვა და მე მაქვს ხოაზე ხარ რა იგივე რაღაცაზე რაც ინტერნეტში დევს ვაფშე ამერიკელი ვიღაცის დადებულია ნახე ამერიკულმა კომპანიამ რაღაცა სიტყვაზე აი მარტივ რაღაცას გეტყვი აი როგორ არის მე მგონი ხო აი თურქეთში არის მე მგონი პორნო საიტები გათიშვა აი წარმოვიდგინე აი პორნოჰაბი ხო ამერიკული კომპანიაა და პორნოჰაბმა რაღაც ამერიკული პროდუქტი დადო ინტერნეტში და თურქებს არა ჩვენ არ უნდა ვუყურო და აი ქართველებს ჩვენ ვუყურებთ ხო და ანუ დისკრიმინაცია ხო არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია არის როგორც ადამიანს რო შევხედოთ ან დისკრიმინაცია არის ხა პორნო ხა სასაცილოა რა თქმა უნდა მაგრამ ხო შეიძლება იგივე სხვა მაგალითად აი რაღაც ინფორმაციაზე იყოს ეგეთი ლოქი დადებული ხო ან რავი მუსიკა არ მოგასმენინოს კაი დავანებოთ რაღაცა გარყვნებას და მუსიკა არ მოგასმენინოს რავი რაღაც შენი საყვარელი რაღაც ბენდის რაღაც მუსიკა არ მოგასმენინოს ასე გიჟია ხო და ანუ არ შეიძლება უბრალოდ მე ამ რაღაცეების მოწინააღმდეგე ვარ ანუ ის რაც დადებული ამიტომ დავკრეკოთ დავჰაკოთ რა ყველაფერი გავანადგუროთ ერთ-ერთი მაქს ვერ მოუხერხეთ რაღაცეები რომ ერთადერთი ამ გადაცემის ბოლომდე შევახციოთ თუმცა იქაც კი არის რაღაცეები დაკრეკილი და მუშაობს რა მუშაობს მაგრამ გადაცემის სახელი არის დავკრეკოთ როგორ დავკრეკოთ ამას აწერია ეგრე თერი ძალიან დიდი მადლობა შენ მოწვევისთვის სტუმრობისთვის პირველ რიგში ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ და იმასთან ერთად რასაც აპირებ რომ გააკეთო საომალოდ რაღაცა ცოტა გადაღების კუთხით ან აქტიურობის კუთხით ეს სფეროს ჩვენივრად მოგიხდება ეს მინდა აუცილებლად თქვა და კიდე ერთხელ ძალიან ველოდები მე პირადად იმ ალბომს რაზეც ძალიან დიდი ხანია უკვე მუშაობ რა წარმატებები და მადლობა და წარმატებები თქვენ პოდკასტებს და რა ვიცი ეს ერთი და სხვა მრავალი. გვესვას გვეჭავს ერთმანეთს და გვეჭავს.